მოგესალმებით, დილამშვიდობის გოგოებო, ნახეთ როგორ მოვედი. არაფერი არ მისვია სახეზე, მარტო კრემი წავისვი. დღისა და ესე დავიბანე თავი. და ყავა მინდა სველი მაქვს მათ. ყავა მინდა მოვატყო ეხლა და ახლა გავიკეთე მაკიაჟი, მარტო მომდა გადავისვი, ისწრე მეტყობა. აგია მიდის სამსახურში და ყავა მინდა რომ დავლიოთ ერთად და ამიტომ გამოვიქეცი და თან მინდა რომ გადავიღო ვიდეო. როგორც გამოვიყურები და რანაირადაც არ აუშავს. ცოტა ალბათ სხვანაირი ვარ, მაგრამ ეგ არაფერი. თვალი რო გაქვს შეჩვეული. უკვე ჩემ ყოველდღიურ მაკიაჟზე ეგ მაგიტომ თორე ადრე ხშირად ესეც მოვდიოდი. კრემი წავისვი ეივონის და მზისგან დამცავი, ხო, ეგ მაგას აუცილებლად ვისმევ, რომ დამეზაროს მე და აღარაფერი აღარ გავიკეთე სახეს. ხო, ეგ რომ მქონდეს. ეგ აუცილებელია და ამიტომ საყიდელიც მაქვს. ერთი ოზი ჩაყარე, ხო, შემიშალა. მოდიე და ორი. იჯობია რაღაცას გაფუჭდა. ხო და აუცი არ გვაწმინოსა. აეცალა ისინი. საღებავი, თავისი. საღებავი აეცალა გოგოებო და ჯობია მოვადუღოთ აი ამაშეს განკარგია. ეს მაჩუკა ეკამ დიდი მადლობა მას და მოვიკითხავ დიდი სიყვარულით. ეს მადლობა ამის. აი ეს. დავდგით, მაგრამ არაფერი არ მაქვს. სხვა, იმიტომ რომ გუშინ ალბათ ცოტა ვიყიდე რაღაცეები და გამოილია ბავშვების საღამოთი ძალიან ჭამე ტკბილის საღამოთი უნდათ მიკას უფრო. ეს პატარა იმდენად არ ეწარება. და ამას ჯობია რომ დავამატოთ შაქარი. იმიტომ რომ არაფერი არ მაქვს. გოგოებო, რთულ პერიოდებს ხო ყველა გავდივართ და დილით მაღაზიაზე ვფიქრობდი. ვიცოდეთ. ასე მგონია, რომ 2025 წელი ეხლა ჩემთვის იქნება ეს რამოდი, ეს გარდამტეხი 2026 წელი აღარ უნდა იყოს ჩემთვის ესეთი რთული ვფიქრობ. ძალიან ბევრი რამე შეიცვლება და უკეთესობისკენ წავა. და თუ თქვენც გადიხართ ესეთ რთულ პერიოდს, გარდამტეხ პერიოდს, რომელიც არის ხოლმე ძალიან ისეთი
ზოგჯერ გულსაც რო გიმძიმებს, გამაგდით, გამხნევდით, იმიტომ რომ თუ უკვე ნათხარ, სადაც გგონია რომ ვეღარ წამოდგები, აი მაშინ იწყება ყველაფერი უკეთესობისკენ. ამიტომ წამოდექი და გააგრძელე ცხოვრება. იქით დავლიოთ. განათება არა მაქვს. დავტყენი გუშინ კარგად. ერთი ახლა მოვიტან და ვნახოთ. ცოტაც რაღაცა უნდა ეხა ყავას რა. სულ ჭიქაში მოექცა ქაფი. სულ. ხახეთ გადავანაწილებ მე მეორეშიც, იმიტომ რომ ძალიან ბევრია. პირველში სადაც დავასხი, იქ გადმოყვა სულ ქაფი. ეგ ჩემია ქაფი. მე მიყვარს ძალიან ქაფიანი ყავა. დავთითით. მოვედი. დღეს არის დასვენების დღე, მათე ისვენებს. გუშინაც შაბათ-კვირა დაემთხვა წინა დღეებში და კარგად გამოუვიდა ბიჭის დასვენება. დღეს არის 26, ხო გია? ვიფიქრე ახლა კარაქიანი გული შევჭამა მეთქი რა, ერთი ნაჭერი და ვერა. დილთაშინაც. 20 საათი უკვე. ტკბილია ჩემთვის ახლა ეს ყავა. მიჩენია შევატანო ხოლმე რამე. ვიდრე ტკბილი ყავა დავლიო, იმდენად ვარ გადაჩვეული, არ მომწონს. ერთი და იგივე არ გამოდის. როგორც ჩანს. შეტანებული სხვანაირად არის, მაინც რო აყოლებ უშაქრო ყავას, სხვანაირია. ხო, ერთი სიტყვით მოგყვება ესე. იცით რა მომენატრა, ადრე სანთელს რო ვანთებდი ხოლმე სუნელოვან სანთელს. ეგ მინდეს. უნდა ვიყიდო. არა მაქვს. ძალიან ამაზი იყო ხოლმე ვიდეოზე. რამაზად ჩანდა. სხვადასხვა ფერი მქონდა ხოლმე ინემ გამომიგზავნა. ძალიან ბევრნაირი. გახსოვს გია, სუნიც კარგი აქვს. ვიღაცამ ადრე დამიწერა ყავას და როგორ მიდის ომელი და ძალიან კარგად მიდიოდა. მოდი და გაცივდა სულ ვეღარ და მართლა გეუბნები. მე არ მიყვარს ხოიც ცხვერია. ნამეტანი? ყავა. ნამეტანი ცივი გიყვარს? 10 ქულით რო შევაფასო, ხურს მივცემ რა. ეგრეთი ისამა დამოკიდებულება ძალიან არ მიყვარს. სიგარეტი ხო გიყვარს? არ გამაბრაზ. ყავა ჯობია. მე ხო იმას არ ვამბობ, რა ჯობია. მე ვამბობ, რომ ეს არ მიყვარს. შენ ამბობ რა გიყვარს? არც ჩაი არ იყვარს, ჩაი არ უყვარს. არც სიგარეტი არ უყვარს, რა ვიცი. რატო ეწევა, არ ვიცი. მაინც მგონია ცოტათი იმედი მაქვს, რომ თავს დაანებებს. მოიცა სიგარეტი არ მინდა ახლა ლაპარაკი. აიცი რაზე მინდა.
აბა მით. პატიებაზე. პატიებაზე როგორ შევძლოთ პატიება? რატო გინდა ეგ საკითხი ორგანი? მაინტერესებს ის, მინდა რა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი პრობლემა არის. ყველას პრობლემაა, ძალიან გვიჭირს ადამიანებს ვაპატიოთ. აი ყველას ჩვენიც არის ეგ პრობლემა. არის. ისე ძალიან გვტკივა ხოლმე გული და იმდენად რაღაცნაირები ვართ ადამიანები, რომ მე გვიჭირს. მით უმეტეს საყვარელ ადამიანს ვაპატიოთ. საერთოდ პატიება საკ ესეთი ორი მომენტი ჟანა. არის სიტუაცია, როდესაც იმიტომ პატიობ, რომ ის მეორე მხარე ნანობს და შენთვის ეს არის შემამსუბუქებელი ფაქტორი, ხო? ხო. რომ ნანობს გულწრფელად შენთან. სულს ურთიერთობის აღდგენა. ხო, მოიბოდიშა, ანუ ხმის ტონშიც გამოჩნდა მის თვალებში, გამომეტყველებაში, რომ მიხვდა, რომ რაღაც არასწორად გააკეთა შენ წინაშე, ან თქვა და ასე შემდეგ, ხო? და თუ არ აკეთებს, არ ხარ ვალდებულია პატიო. და მეორე შემთხვევაში ხო, მაინც უნდა პატიო. არა, აი გითხრა, მეორე მომენტი არის, როდესაც შენ შეგიძლია გულში აპატიო. და ეგეც იმიტომ, რომ შენ იქნები უფრო უკეთესად. იხდი? ხო. შენ იგრძნობ თავს, მოგეშვება ეს ყველაფერი. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი შეიძლება აპატიო ყველას. ეს არასწორია. მაგალითად, ღმერთი პატიობს ხო შეცდომებს. მაგრამ მოუნანიებელ შეცდომებს ღმერთი არ პატიობს. შეიძლება პირდაპირ მაგაზე პასუხს არ აფრთხოს, მაგრამ ეს ყველაფერი სასწორზე დებს რო იტყვიან. დროს გვაძლევს მონანიებისა. ანუ დაუყოვნებლივი რეაქცია არ აქვს ღმერთს, რომ აი სამართალი აღასრულოს, რაღაც დააშავე და მაშინვე მაგისი შესაბამისი სასჯელი გქონდეს, ხო? გაძლევს საშუალებას და დროს, რომ დაფიქრდე და მოინანიო, ხო? შეიძლება მთელი ცხოვრებაც თხოვოს. ანუ იმ ხიც არ იმაშრება, გინსხრევს მოსასვლელი გზა ყოველთვის არის. აი ასე ადამიანსაც უნდა დაუტოვო ეს მოსასვლელი გზა. თუმცა არ არის სუნთლად ესეთი რომ ყველაფერი და ყველას ესე უბრალოდ აპატიო და თუ ასეთი დამოკიდებულება ექნება საზოგადოებას, მაშინ საერთოდ გამოკითხაობა იქნება. გუშინ ესეთ რაღაცას შევესწარი დაბლა. მათე და ერთი ბავშვი დაუძმა კაცი თამაშობდნენ გია. და მათ ეს მოუხდა ბურთი. და ბოდიში მოუხდა. ისე გამეხარდა, რომ რა ვიცი. და არაპატიობდა, არ შევიგდა. ახლა ბავშვები სხვა თემაა კიდე. ხო, არ შევიგდა, ნახე. გამოეკიდა. რა ადვილია ბავშვებში, მე მაგას გეუბნები. რა ადვილად მოხდა ბოდიში იცი. ბიჭო, მომიუხდა ძალით არ მინდოდა და არ ვიცი ბოლოს შეიგნენ თუ არა, აღარ მიკითხია. და გავიჯექი და ვუყურებდი მე რა ბურთს რო თამაშობდნენ და ისეთი მარტივად და ადვილად მოუხდა ბოდიში. ბავშვებში უფრო ის არის ხოლმე და მე რო იზრდებიან უკვე უჭირთ. გააზრებულად როცა უფრო სხვანაირად როცა სკივად გული და გააზრებულად როცა აკეთებენ ამ ყველაფერს უფრო უჭირთ. ბავშვი ახლა ჟანა არის გულწრფელი. გულწრფელი ძალიან ხო. და დიდის გულწრფელობა სად იკარგება? იცი? ცხოვრებისეულ გამოცდილებაში. ანუ რაც უფრო ხანგრძლივად ცხოვრობ, ხო, და წლები გემატება და ეგრეთი შემთხვევები გამოგიცდია,
ხანდახან ყოფილა რომ აი ხა მაგალითად მათი ბუდიში ხო მოუხადა და იმ არ ვარა პატია დაუშვათ ხო იმ მომენტში ეს უკვე რაღაც გამოცდილებაა რომ სხვა დროს მოუბუდიშოს თუ აღარა ზუსტად მე მაგიტო გითხრა და პატარა ჯერ გამოუცდელია და უფრო გულწრფელია და ზუსტად ეგრეა ფიქრობენ რომ ეხლა რომ ვაპატიო მერე უარესაც მოიქცევა მაგრამ ისიც იყო ეტყინა ეტყობა და ეგრე ადვილად მივხვდი არ მიიღო ხო არ მიიღო ამისი ბოდიში ასეთ შემთხვევაში დრო სჭირდება ფეხში მორი ტკივილი უფრო დიდი იყო ვიდრე მათი სიტყვა ძალიან საინტერესოა რა მაგრამ რო იტყვიან პატიებასაც თავისი ფორმები აქვს რა ადრეც მითქვია და ეხლაც ვიტყვი რომ არის ასეთი გამოთქმა უადგილო სიკეთე ხანდახან უადგილო პატიებაც არსებობს როდესაც უბრალოდ პატიობ შენ კეთილი ადამიანი ხარ და იმას ოდიში და ცალფეხზე კიდია შენი პატიებაც და ყველაფერი იგივეს რო გიკეთებს მარტო იგივეს კი არ გიკეთებს იმ მომენტშიც კი როდესაც შენ ეუბნები რომ არა უშავს და ის არ აღიარებს თავის შეცდომას და შენ უბრალოდ ისევ როგორც კეთილი გულის ადამიანი აცნობინე რომ შენ გეტკინა, შენ გეწყინა, მაგრამ ნუ არა უშავს და იმისთვის საერთოდ არაფერია რა კედელზე რო შეაყარო ის ცერცვია. აი ეს უკვე უადგილო სიტუაცია არის. მე გეშინია. ჯობია შენმა თქვათ პოზიციის შეცვლა რომ უფრო ვთქვათ მკაცრად დაიწყე მის მიმართ მზერა ანუ აგრძნობინე რომ შენთვის ეს არასასიამოვნო იყო ხო ეს შენი სიჩუმე თუნდაც და არა საყვედურები არის უკვე პროტესტი მის საქციელზე და როდესაც შენ ხედავ სხვა ადამიანში პროტესტის გრძნობას რომელიც შენ გამოიწვიე სინდისი რაღაცას კარნახობს რაღაცა უნდა იმოქმედო. მაგრამ არსებობენ манипуляტორი ადამიანები, რომლებიც სიჩუმით გაგრძნობინებენ დამნაშავედ თავს. თუ ადამიანს სინდისი აქვს, რეაქცია იქნება სხვის სიტუაცია იმაზე რა ქვია, პროტესტის იმაზე რო იტყვიან. მდგომარეობაზე, ხო? საძნელია გაარჩი. მაგრამ არსებობენ უსინდისო ადამიანები, ვისაც რაც უფრო შენ თქვათ გამოავლენ წყენას, უკმაყოფილებას, კიდე უფრო შეიძლება ისეთნა რა იყო რას იბუტები და ხო ხდები. შემთხვევით მომივიდა და რა იყო ბიჭო და რა იყო გოგო და ანუ მიუღებლობა აქვს, ანუ თავის საქციელს კი არ აღიარებს რომ არასწორად მოიქცა. არამედ ამართლებს რომ აი შენ ახარ ცუდი რა მოხდა რომ ესე მოგეკეცი. ხო, აი ხუმრობით თავში რო წამოგარტყას და ეხლა შენთვის ეს ხო მიუღებელია. რა თქმა უნდა. რომ რა იყო ბიჭო რა არის ხა? ძმაკაცურად. რა არის აქ ძმაკაცური? თავში რო შემოგარტყავს ვიღაცა, ხო? თავში რო დაგარტყავს. ისევ შენ გადანაშაულებს, მიხვდი? რომ თავისი რა გეწინა. თავისი ის რა ქვია, არასწორი საქციელი რო გაამართლოს. და ესეთ შემთხვევაში უკვე უსინდისო ადამიანთან აქვს საქმე. არ აწუხებს იმას, შენი შეურაცხყოფა. შიგნიდან საერთოდ არაფერი არ აწუხებს ამ მომენტში. ვფიქრობ ეგრეთ ადამიანთან პატიება არ პატიებას არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს. უბრალოდ უნდა გაეცალო, ხო. არ უნდა გქონდეს ესეთ ხალხთან კონტაქტი. სინდისო ხალხთან. ხო. იმიტომ რომ ხშირად მხოლოდ ის მიდგომა ჟანა რომ აი ვაპატიებ და იქნებ გამოსწორდეს და როცა ხშირად იქცევა ისე ცუდად იესო ქრისტემაც კი თქვა რომ ღორი რომც დაბანო წავა და ისევ ტალახში ჩაწვებაო ანუ ბუნება აქვს ასეთი ხო მაგ ცხოველს როგორც გინდა ის საუკეთესო შამპუნებით და იმებით აჭკუმპალავე ჯაკუსში ჩასვი გარეთ გაუშვი და ისევ ტალახიანი იქნება ერთ საათში ხო იმიტომ მოსტალახში კოტრიალი მოსწონს და ზოგს ასეთი ბუნება აქვს ჭუჭყიანი როგორც არ უნდა აპატიო და ის მაინც ეგრემოს ხო ნეგატივი მაგითი ცხოვრობს ნეგატივია ჩამოცილდე აზრი არ აქვს ვერ გამოასწორებ
შენ ვერ გამოასწორებ, თვითონ უნდა გამოსწორდეს ადამიანი, თორე სხვა ვერავინ ვერ გამოასწორებს. შენი პატიებით ვერაფერს ვერ იზავ ერთი სიტყვით რა. ხან ეს პატიება და შენი თბილი სიტყვები, რომ თითქოს გაუგებ სხვას, რომ ნუ არა უშავს ჩემო კარგო, ვის არ მოსვლია, რა უშავს ალბათ არ გინდოდა შენც რო ესე გააკეთე. ანუ შენ იწყებ მის გამართლებას. და გახსოვს ისო, თქვა, ნუ დაუყრი დღორებს მარგალიტებსო. რადგან ჯერ იმასო ტალახში გათელავენ იმ მარგალიტებს და მერე თქვენ შემოგდგებიან და თქვენ გაგაჭუჭყიანებენო რა, რიტყვია. ამ თავანთი სიტყვით. გიჭრიან მაგდანა. ხო. ამიტომ ხანდახან ეგ სიტყვებიც ზოგიერთ შემთხვევაში უადგილოა. მარგალიტები. ხო. ასეთი ბუნების ადამიანი, ვინც გულით პატიოსანია, სინდისიერია და ცდილობს სხვას რაღაცნაირად ისახნას, ხო? ხანდახან უადგილოა. მიუტეო საბადიოს, მოეფეროს. წაიღებს ამ შენ მარგალიტებს მართლა და დალახში ამოსვლის. ამიტომ სიფრთხილეა საჭირო. მაგრამ გულში პატიება ეს ძალიან მაგარი რაღაცა თქვი და ძალიან საჭიროა. გია შენ თვითონ რო იყო კარგად. ისეთები უპატიებიათ რო სასწაული. ისეთები უპატიებიათ გულში. მაგრამ ზოგჯერ უკვე ეს ადამიანი თავის თავს ვეღარ პატიებს, მიხდი. ხო, ნუ არის კიდე ჟანა მომენტი, რომ შეგიძლია. ვისაც აპატიება. აი მაგალითად ვიღაცას აპატიეთ ძალიან ცუდი საქციელი. აპატიე რა. და ამას გამოხატა. მაგრამ ის ადამიანი თვითონ ვერ აპატიებს თავის თავს. რაც გააკეთა. აღარ გამოდის კონტაქტზე. ზოგჯერ ეგრეც ხდება. ეგ ამიქი. ნუ სიკეთეც ხანდახან ამსხვრევს სიძულის და ბოროტებას შენ. ეგეც შეიძლება გამოსცადო ადამიანმა. როდესაც ვიღაცა ესეთი უხეშია, შეიძლება შენ თბილათაც მოეპყრა, ნუ სიტუაციას გააჩნია, ხო ყველა ინდივიდუალური არის ადამიანის და სიტუაციას. კი. შეიძლება იმდენად დიდი რაღაც სიკეთე გამოავლინო, რომ გააშეშო ადამიანი თავის ბოროტებაში. აი მარტო მაშინ გაეღვიძოს სინდისი. ზოგს აქ სინდისი გაუხეშებული. მე გადაუვლის. არა. შეიძლება გაეღვიძოს და მე გადაუვლის და ისევ იგივეს გააკეთოს. ხო, მაგრამ იგივე რო არ გააკეთოს, შენ შეიძლება აღწრა. მისი სინდისი მოქმედებისკენ, მაგრამ სიკეთე გაუკეთო. არა გქონდეს ისეთი ახლო ურთიერთობა იმ ადამიანთან სიტყვაზე. და რაც უფრო დისტანციას დაიჭერ, პატივისცემაც უფრო მეტად შემოყალიბდება. გათქვეფა ხან არ არის საჭირო. არ არის. გახსოვს ერთმა რო რჩევა მომცა. დისტანცია გიაო, ისეთი მაგარი რამეა, რომ ხანდახან შენ თავთანაც კი უნდა გქონდეს. მაგარი სიტყვა. ხო, მახსოვს ეს მთელი ცხოვრება მე მახსოვრება ეს. მე მახსოვრება ეგ სიტყვა. მთელი ცხოვრება. დისტანცია საკუთარ თავთანაც კი გჭირდება, მაგრამ თუ სხვებთან. და ხანდახან ეს ზღვარის წაშლა იწვევს უპატივცემულობას წყენას და მე უკვე არც პატიება არ აჭრის და ზოგჯერ შეიძლება ზუსტად იგი დისტანციის არ ქონა იწვევს პრობლემებს ხო? რა თქმა უნდა. აი ზუსტად. გვეშლება ხოლმე რაღაც. აი მაგ დისტანციას არ ვიცავთ. ურთიერთობებში უნდა კაფიო წითელი ზოლები იყოს, ზღვარი. რომ სხვები გრძნობდნენ სად გადის შენი წითელი ზონა, სადაც არ უნდა გადააბიჯო. ეგ პარამეტრები თუ არა გაქვს მოგვარებული ურთიერთობაში, ძალიან ადვილად გადალახავენ და გადმოლახავენ. ადრე ბავშვობაში მულტფილმი მაქვს ნანახი რა ის. სოლქმარმა ააშენა სახლი. აი ლამაზი სახლი აიშენეს, სპარნაიკო საწოლი დადგეს. და უცებ რკინიგზა გაიყვანეს იქ ზუსტად მაგ სახლის მონაკვეთში და შიგ სახლში გაუყვანეს რკინიგზა. მულტფილმია რა. და მატარებელი და აი წინათ ხომე და ჩაივიდა ხომე მატარებელი გამოთ ოთახში.
აი ხანდახან ეგრეთი მატარებელი დადის ჩვენ ცხოვრებაში რა. სხვა პიროვნებების სახით. შენ პირად სივრცეში ისე შემოვლენ და გაივლიან და თითქოს არც არაფერი ხდება. შემოვარდებიან არა? ხო, რადგან არა გაქვს შენ ეს კარგად ეს წითელი ხაზი გავლებული. მათ ინდივიდში უნდა გცნობდნენ, სადამდე შეიძლება შემოვიდნენ. ხო, შეიძლება ეს ყველა შეგვეშალოს კი. შეშლით აბსოლუტურად ყველა შეგვეშლება, მაგრამ ისეთი რაღაცა. გამოცდილება, როგორც წერა ბავშვზე რო ვლაპარაკობთ, ხო? რა ადვილად აპატიაო, მოიბოდიშაო. უსწრაფად. მაგრამ მე გამოცდილება რო გაქვს, უფრო სხვანაირი სიტუაცია. ეს ურთიერთობებშიც საჭიროა. იცი რამდენს დაეხმარება ხა შენ ლაპარაკი, იმიტომ მინდოდა პატიებაზე ძალიან რთული ის არის ხოლმე რა. საპატიებელი, აი ძალიან რთულია რომ აპატიო. გულშიც კი რო აპატიო, როცა გული გაქვს ნატკენი, რომ შენ თვითონ იყო კარგად, ძალიან ძნელია. თუ შინაგანი სურვილი გაქვს რო აპატიო, ხო. და ვერ ერევი შენ თავს. ანუ გინდა, მაგრამ იმდენად აგა გული ნატკენი რო ბიჭის, ხო? მაშინ უნდა დაფიქრდე ესეთ საკითხებს ჟანა. უბრალოდ რაც მოხდა, რამაც გატკინა გული, მაგაზე კი არ იფიქრო. დაფიქრდე რატომ მოხდა. რამ გამოიწვია ეს სიტუაცია? მეც ხო არა ვარ დამნაშავე, რომ ესეთი რაღაცა გამიბედეს, ან მითხრეს, ან გამიკეთეს. მიხდი, შენ თავშიც უნდა ეძებო ხანდახან შეცდომები. შეიძლება შენ იყო მაპროვოცირებელი იმ სიტუაციის, რატომაც მოიქცნენ ასე. ხო. აი მე რო ვთქვი ხო იცი გია იმ წიგნზე არ მახსოვს ვინ დაწერა მგრძნობიარეო ხო გახსოვს. აი მაგ წიგნში ეს ავტორი ამბობს რომ მე ვერ ვაპატიე, მაგრამ რომ მივიღე ჩემი ბავშვობა ისეთი როგორიც იყო ძალიან რთული ფიქრობ რომ ეს უკვე პატიებაა. მშობლების მიმართ? ხო. ნუ მაგას მშობლების მიმართ ქონდა. რომ მივიღეო ეს ყველაფერი. მივიღეო მე ჩემი ბავშვობა ისეთი როგორიც იყო, თუმცა ძალიან ბევრი გულის ტკივილი და წენა ქონდა გულში. მაგრამ მე რომ მაინც მივიღე, ეს ვფიქრობ, რომ უკვე ის არისო რა. პატიება. პატიება რა არის? უფრო პატიება არ არის, ხშად. ეს არის მიმღებლობა სიტუაციის. ერთი ამერიკელი ფსიქოლოგი ამბობს, რომ თქვათ რაღაცის შიში გაქვს, მოლოდინი გაქვს. ცუდის. ხო. ანუ თქვათ აი სამსახურში გაქვს პრობლემა და ფიქრობ შეიძლება გაგანთავისუფლონ. ან გინდა რამე სამსახური ნახო და გეშინია რომ არ მიგიღონ. ანუ რავი 1000 რაღაც ელოდები რომ რაღაცა ომი უნდა დაიწყოს და ანუ წინასწარი შიშები გაქვს. ხო. ეს ფსიქოლოგი ამბობს რომ გონებაში დაუშვით რომ უკვე მოხდა ეს მოვლენა. აი წარმოიდგინე რომ რისიც გეშინია რაც აგძაბავს ეგ უკვე მოხდა. და 10 თვის წერტილი დაიწყე უკვე იქიდან ეხლა როგორ მოიქცე. და ეს მოლოდინი ადამიანს სიკვდილის ეშინია. მიუღებლობის მოლოდინი უფრო მძიმეა, ვიდრე იმისისა აღიარება, როგორც უკვე მომხდარი. მოლოდინი არის მტკივნეული. ხო, რა თქმა უნდა. სიკვდილმისჯილის წერილია, მაგ წაკითხული და გაზეთში დაბეჭდეს სხვათა შორის ადრე. და ის ამბობს, რომ სიკვდილის შიში არაფერი არ არის იმასთან, რაც მოლოდინს ახლავსო. ხო. რო გაქვთ თქვათ, რომ ხო, ფიქრობ სამ თვეში უნდა მოხდეს ისა, რა ქვია, აღასრულონ ეს ისა. ჯობია იმ დღეს მოხდეს. აი ეს 3 თვე უფრო საშინელებაა, ვიდრე ის ბოლო დღეო რა, მოლოდინი. ამიტომ მიმღებლობა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და პატიების შემთხვევაშიც უფრო თავისუფლდები, ვიდრე ელოდები რომ ვიღაცა მოინანიოს. ეს შენ აგხლის, თორე ის საერთოდ ვერ აგრძნობს ამას. შენი ტანჯები. კი, კი.
როგორც ნაწყენი ადამიანი. ამიტომ მიიღე გულში აპატიე, განთავისუფლდი. თუ არა და მიდი და დაელაპარაკე. იმიტომ რომ შეიძლება ისე არც აფიქრობდეს და ვერც ახდებოდეს შენ რაღაცა თუ გეწყინა ვიღაცა. შეიძლება ვერც კი მოვიდეს აზრზე. და შენ ფიქრობ ეს როგორ მითხრა ეს როგორ მაკადრა ეს ის და ხარ მოლოდინში და ის კიდე ასე არ არის საერთოდ. წარმოდგენაში არა. შენ რა ჯოჯოხეთი ტრიალებს შენ გულში. მიდი, უთხარი, აკივისცემით უთხარი, რომ ადამიანები გრძნობი. აი ესე და ესე რომ მითხარი, იმის შემდეგ საშილად გძნობ თავს. ძალიან ვარ ნაწყენი, ძალიან გული მეტკინა, იმიტომ რომ შენგან არ ველოდებოდი, ან იმიტომ რომ შენ გაფასებ და მაგით არ ველოდებოდი. იმიტომ იყო ჩემთვის მტკივნეული რომ მიყვარხარ და ან თქვათ მეგობარია, ოჯახის წევრია და მაგიტო ორ მაგათ უფრო ცუდად აუძნობ თავს. შეიძლება ისეთი რაღაცა დაემართოს იმ ადამიანს, რომ აი არც კი მოელოდე რა, რომ რას ალაპარაკობ, მართლა ეს რო გითხარი, ან ესე რო გავაკეთე, ან ის რო ავიღე, თუ იქ რო წავედი და რავი 1000 შეიძლება წარმოდგენაშიც კი არ იყოს შენ რატო იტანჯები. და მართლა გულწრფელი იყოს მისი სინანული და მისი ის რა ქვია, სიტყვები შენ წინაშე. ამირა შემღეროდაო ეგეც არ მაგამოდი. ბოლომები რა ეხლა დავიჯერო ვერ მიხვდა და დავიჯერო არ იცოდა. ხო, ზოგი ვერ ახდა. და იტანჯები ხარ ამ ჯოჯოხეთში. ვერ ახდება. ქალები უფრო ისე პრინციპში ხო? აი წყვილებს შორის ხდება ხოლმე ეგრე. ზოგჯერ შეიძლება კაცი ვერ ახდებოდეს ქასრა ეწყინა. აი აზრზეა. ო. და რო ეტყვი გაუკვირდეს. სამფეს როგორ გეწყინა. სხვანაირად ფიქრობენ. კაცი სხვანაირად ფიქრობს, ქალი სხვანაირად ფიქრობს. რაღაცებს. გურამის სიტყვები გახსოვს? გურამის მაგათ მაკაცისთვის რო ეთქვა, საერთოდ იმას ის საერთოდ სხვანაირად მიიღებდა და ქალებს ეწყინა. კაცი ვერ ხდება. ხო, ნუ ისეთი რაღაც შეიძლება ვიღაცას ეწყინოს, რაზეც შეიძლება აბსოლუტურად სხვა სიცილი დაიწყოს. ამიტომ რეაქცია სხვადასხვანაირი ადამიანებს. ლაპარაკი ძალიან მნიშვნელოვანია. ანუ რა თქვა მამა გურამი ბაბა? მამა გურამი ძალიან. შოთა რუსთაველის სიტყვები მოაქვე ხშირად რა მაგალითად რომ წყენა არის ჭირთა ბადეო. ანუ როცა ესეთი ბუნების ადამიანი ხარ, ხშირად გწყინს, იტყვი ბადეგა გაშლი და შიგაგროვებ ამ წყენებს. ჭირთა ბადე. და გააკაკიდებული ეს ზურგზე ამდენი წყენა დამძიმებული დადიხარ, ხო? ამიტომ ბადე არ გვჭირდება რა. ან უნდა მალე მოვაგვაროთ, ან უნდა დავივიწყოთ. გულიდან ამოვიგდოთ. თორე შეიძლება ზოგიერთი წყენა ადამიანს მთელი ცხოვრება დაათრევს ზურგით. ხო. და იტანჯება ამ სიმძიმით. იგივე არის კამათზე ჩხუბზე, როგორც სახში რომ აი ბადე ჩამოკიდო. ხო? ოჯახში, ოჯახში, ხო, ჩხუბი. სოლქმარში კიდე ესეთი მაგალითია, რომ ლურსმანი რო დაარჭო საწოლის თავზე და ძალიან ესეთი აყროლებული რაღაცა ჩამოკიდო. ნაჯერი. ხო. მაგის ხმარ მინდოდა. აი ეგრეთი ისა. ყრალი სუნი აქვს აი ამ კონფლიქტს, ამიტომ ნუ ჩამოვკიდებთ აი ამ იმას რო იტყვია. ყრალ ნაჭერს ხო? უნდა ავარტყავთ კედელზე ლურსმას, მოვაგვაროთ, სანამ დავიცინებთ ეს ყველაფერი. სურნელოვანი ნაჭერები გვიჩერნია, ხო გია ლამაზი ყვავილები. ხო, სახარებაში როგორ აწერია შენ. ნუ მისცემთ ეშმაკს ადგილსო. ეხლა ხო ხდები თბილისში მით უმეტეს არა ვიწროთა ცხოვრობს ხალხი და ეხლა ეშმაკს რო კიდე ცალკე ადგილი გამოუყო სახში. ჯობია თვითონ სოლქმარმა გამოიყენოს ეგ ადგილი, ხო? ზუსტად. თავისუფლება. ჯერ ისედაც ვერ ვეტევით ამ პატარა ბინებში რა, აგია. ეხლა ვინმეს ადგილია მით უმეტეს ეშმაკის ადგილი. ხო. წავედით. რა იმედია? არა, კაი იყო, მე ძალიან მომეწონა მაგალითად და რა ვიცი. რაღაცეები.
რაღაცებზე დავფიქრე. როდის მოვიცლი მეც ჩემი არქისტვის. ვეღარ ვიცლი ჩემი. მოიცლი. მოვიცლი. იქით თვითონ მოიცლი. იმიტომ რომ ხალხი გელოდება. პირველი ეტაპი გადავლახოთ ამ პრობლემას. ეგრეა, გია რომ დაიწყებ YouTube-ს, რაღაც მომენტში შეიძლება იმის ვიდეო ამომიგდო ერთი გოგო არის. TikTok-ერი მივდივარ ვტოვებ იმას რა ქვია სოციალურ ქსელებსო რა. მარიამ ლამაზი თუ იცი. რაც თითქოს გამიგია და ხო ამერიკაშია მგონი ეგ გოგო და ვტოვებო ბევრჯერ მიფიქრიაო და რაღაცნაირად მე ისევ თითქოს მithრევსო ეს ყველაფერი აი ალგორითმი ჩავარდება აი ნახვები აი ეს და ვერ მივდივარ ხო და ძალიან კაი გოგოა რა და ბულინგი რავი რაღაცეებიც გადაიტანა რა და წიგნი დაწერა ახლა იმის გოგოა ინგასი ინგა ხო იცი ინგას გოგო ხო და მივდივარო და მე ჩემ თავზე გადმოვიტანე რაღაცა მეც მიფიქრია ხოლმე ზოგჯერ მაგრამ როცა პასუხისმგებლობას იღებ ვეღარ მიდიხარ ეგრეა ხალხი რო გელოდება რაღაცეებს რო იგებ შენგან ცხოვრებას რო უმარტივებ რაღაცას რო უმსუბუქებ ამ გასაჭირს დღეს ძალიან რთული ცხოვრებაა და ეს ყველა მიცის და რო გწერენ რომ თუნდაც ერთი ადამიანი იყოს აი ერთი ესომრო თქვა რომ დავტოვებო წემსის მაგალითი როა ხო იცი 99-ს და ზუსტად იმ ერთის მოსაძებნად წავალო და ერთიც რო იყოს კმაყოფილი რაღაცნაირად ერთსაც რო ეხმარებოდე ვერას ტოვებ ეგრეთია YouTube და მით უმეტეს YouTube ახლა TikTok-ზე და იმაზე არა მაქვს ლაპარაკი რა არ ვიცი YouTube ძალიან ისეთია ყუდროა ჩემთვის მაგალითად მე არ შემიძლია რომ ესე დავტოვო და გავქრე და წავიდე თუმცა ეგეთი პერიოდიც ხომ მქონდა და რთული იყო ძალიან ეგ პერიოდი ჩემთვისაც როგორც ჩემი მაყურებლისთვის ისე ჩემთვის ამიტომ ხალხი გელოდება რომ დაიწყე და თან ესეთი კონტენტი შერაც გაქვს ხო არ არის ქართული YouTube-ში და ვისაც აინტერესებს, ისინი გელოდებიან და რაღაცნაირად პასუხისმგებლობაც გააქვს, რომ უნდა გააგრძელო. გავაგრძელებ. ჩავდგები კალათბურთში ისევ და მე სიამოვნებს რო იტყვიან ეს მოციქული ამბობს, რომ ერთმანეთის ტვირთი ატარეთ. როდესაც კომენტარებში ვკითხულობდი, თქვათ რა აწუხებ და თქვათ რომელი საკითხი აინტერესებდა ამაზე პასუხს ვაძლევ. ეს ძალიან დიდი ბედნიერებაა, რომ ადამიანს ეხმარებინ, ანუ ტვირთის ტარებაში. ჩვენ რაღაც ყველას გზა გვაქვს გასავლელი ცხოვრების ჩვენი პირადი გზა გვაქვს. და ხან ძალიან დამძიმებულები მივდივართ ამ გზაზე. და ვიღაცა რო შეგეხიდოს. ძალიან ის არის მაგარია და ვინც ეხიდება ისიც ძალიან ბედნიერია ამ დროს. კი. სიკეთეს როცა ავლენ, ხო? ეგრეა. ამიტომ ესეთი მეგობრული სიტუაცია საშუალებას იძლევა რა YouTube-ი. YouTube კი. ძალიან კარგი ის არის. თუმცა გიამბოთ დაიწყო და არხი გააკეთა ჩემზე წამოვიდა ბულინგი და მაგას მე ველოდებოდი კიდევაც და გადაიარა მაგ ყველაფერმა. არ ვიცი წამოვიდა გია ზოგი ისეთი ეგეც კი შეშურდა ზოგს რომ აი წარმოიდგინე რომ არხი გახსენი და ვიდეოების დადება დაიწყო. თორე მეტი არაფერი მიზეზი არ აქონდათ ახლა მაგათ რა. მაგრამ ნუ ეს ხდება. თავიდან მე რო დავიწყე უარესი იყო და დრო ნუ ამასაც აქვს სირთულეები გოგო რა. ეგრე არ არის რომ სირთულეების გარეშე მიდიოდე. ჩვენ საქმესაც აქვს თავისებური სირთულეები. თუნდაც აღარ ვთქვი მარიამ ლამაზზე რომ ამხერა ბულინგები გადაიტანა მაგოგომა ძალიან ბევრი წიგნი დაწერა თუ აი ყველაფერზე ვისი რა საქმეა ვინ წიგნს დაწერს
რას გააკეთებს, თავარია, არავის არაფერი არ მოატყუო, ხო? და ღმერთმა დამიფაროს, რომ ვიღაცას რაღაცა მოატყუო. თუ იყო იცით როგორი რაღაცა, პირველი ცოდვა არის. ხო, მაგას არ უნდა მიაქციო ხო ჩანა, მე არ ვაქციო ყურადღებას. იგივე რაღაცებს. არა, როგორ არა, ეხლა გიქცევა. არა, მე გეტყვი. მე ხომე ვითვალისწინებ რას. როდესაც ადამიანი თავის აზრს გამოხატავს, ეყრდნობა რაღაც ინფორმაციას, ხო? რაც იცის, იქიდან აფასებს თავის გადასახედიდან ყველა სიტუაციას, ხო მასია? მაგრამ წარმოიდგინე სიტუაცია როგორც პაზლები რა, რომ აი პატარა კუბიკებით უნდა დიდი სურათი ააწყო. ხო. და მას აქვს ძალიან მცირე რაოდენობა და წარმოდგენა არ აქვს მთლიანი სურათი რანაირია. რამოდენიმე პაზლის დეტალი იცის და იმით აფასებს ეს რანაირი სურათი იქნება სიტყვაზე, ხო? აი ასია, როდესაც სრული ყველა პაზლი, ანუ ყველა ინფორმაცია სრულად არ აბლობ, სწორ დასკვნას ვერ გამოიტან ადამიანი, ხო, ვერცერთ სიტუაციაში. და მე უყურებ ხოლმე, რომ აი თავანთი, აი მცირე ინფორმაციიდან გამომდინარე, რა წარმოდგენაც ექნებათ, იმის მიხედვით აზროვნებენ. საქმე არა აქვს. მაგაზე აღარ იმდენად არ ვიზიანდები, რადგან არ აქვს სწორი ხედვა, რადგან საკმარისი ინფორმაცია არ აქვს რა იმასთან დაკავშირებით, რა შეფასებებსაც აკეთებენ. ამიტომ ამერიკის პრეზიდენტმა ერთ-ერთმა როგორ თქვა, ძაღლი ყებს, კარავანი მიდის. ასია რა, ძალიან არ უნდა ისეკრა. ძალიან უკან არ უნდა იყურებდე. და იესომაც კი თქვა, მარტო ამერიკის პრეზიდენტმა კი არა. ჯერ იესო იტყოდა, რა თქმა უნდა. ხო, როგორ თქვა იცი იესო? გუთანზე იყო ღმერთო ჩემო, როგორ არის რომ როცა გუთანით რო ხნავენ. თუ უკან იყურები, სწორ ზოლს ვერ გააყოლებ. ხო? უნდა უყურო გვერდზე კვალი როგორ მიდიოდა, რომ იმის მიხედვით გააყოლო სწორი კვალი. ანუ შენი ხედვა წინ უნდა იყოს და არა უკან. იესომაც მსგავსი ის ცოტა უფრო მეურნეობის კუთხით აჩვენა რა, მაშინ ხალხი სხვანაირი სოციალური ცხოვრება იყო და გასაგები ყოფილი ადვილად. ხო. ასე რომ ძალიან დიდი ყურადღება უნდა მიაქციო. ქრისტიანული გზაც ხო ეგრეთია, ეკალბარდებიანი და ვიცი. ძალიან გამამხ. ხანაკიდან შეგერჭობა ეკალი, ხანიკიდან, მაგრამ უნდა გაიარო ეს ბილიკი. ეგრე. სიცოცხლის გზა. და არის ფართო გზა, სადაც არც ეკალია, ყველას უყვარხარ, მაგრამ მისი ბოლო რა არისო, როგორია? მრავალნი დადიან მასზეო. იესო ამბობს, მაგრამ მისი ბოლო დაღუპვა არის, ხო? ასე რომ ფართო გზაზე რომ სადაც არც ეკალია, ხო? ხო, ჯობია ეკლები გერჭობოდეს გზა და გზა, მაგრამ იცოდი რომ სწორ გზაზე ხარ. სწორ გზაზე. კი. მართალი. რა მაგარი სიტყვები აქვს იესოს ხო საერთოდ? ისეთი მარტივი და ისეთი ღრმა. გულში ჩამწვდომი. და ბოლოს კიდე ამბობს რომ ვიწრო კარიბჭეო, სადაც მოგიწევს შესვლა. წავედით. მიყვარს ესეთი ვიდეო 45 წუთი გავდით. ძალიან მიყვარს. ვიწრო კარიბჭეში შეიძლება ადამიანი ასაცმელიც კი უშლიდეს ის ძნელად გაძვრეს. ბარგს ხო საერთოდ ვერ შეიტანს. ასე რომ ეს ცხოვრებისეული ეს მატერიალიზმიც ამაურება იქნება ბოლოს. ცუდად არის საქმე, თუ ბარგი გიყვარს. რატომ მიგვირს ხოლმე რომ ესეთ კედლებში ვცხოვრობ? არაფერი არა მაქვს ფაქტიურად, არა სახლი მაქვს, მადლობა მეც, რაც საჭირო არის, ძალიან მნიშვნელოვანი თავშესაფარი გვაქვს, მაგრამ
ეს ნივთები დიდათ არასდროს არ ხიბლავდა. რაღაცა რო იყოს მართლა. ისე წავალ რომ აი საერთოდ გული არაფერზე არ დამწვდე. სიტყვით გოგოებო, წავედი ეხლავა, გისურვებ წარმატებულ დღეს და იმედი არის რომ რა ვიცი რაღაცა სიკეთე ამოიღეთ ამ ჩვენი საუბრიდან. დროებით